Georgian Airways-ის VIP თვითმფრინავი 26 მაისს აბუ-დაბიში იმყოფებოდა. აღნიშნული ხომალდი რეგულარულად გამოიყენება საქართველოს მთავრობის ვიზიტებისთვის. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის სწორედ Georgian Airways-ის თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში სასტუმროში დააკავეს. ბაჩიაშვილის მონათხრობი თავდაყირა აყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიას, სადაც უწყება ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოსა და წითელ ხიდს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში დააკავეს. გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვილეს, ორი დღე თვალებახოვანი მატარეს, მოტაცებული ჩატენეს აირზენას ბომბარდირის თვითმფრინავში. საქართველოში შესვლაზე უარის მრავალი ფაქტია, მათ შორისაა აქციებში მონაწილეობა. პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოები მოქალაქეებს აფრთხილებენ. ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია გააჩნია, თქვა გრეგორი კარასინი. გორის დილა ჯაბა კანკავასთვის წითელი ბარათის გაუქმების თხოვნით სადისციპლინო კომიტეტს მიმართავს. უპირობო პატივისცემა ჯაბა კანკავას მიმართ ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლისთვის. წერია განცხადებაში.